საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაბედნიერებს თქვენი დადებითი კომენტარები, თქვენი ამდენი სითბო, როგორცაც გამოხატავთ ხოლმე ჩემს ვიდეოებზე და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს მენელზე კარგად ვმოქმედებ დადებითად და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერილი, გამოიწერეთ, გაუზიარეთ ხოლმე მეგობრებს ჩემი ვიდეოები, ვისაც გრძნობთ, რომ რეზონირდება, რომ უფრო მეტმა ნახოს, მეტმა ქალმა, მამაკაცებმაც, მაგრამ მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ესე აღმოჩნდა და ალბათ ისიც მინდოდა, რომ ქალბატონებს ვაჩვენო სწორი გზა. ხო, ცოტა ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქალები, რომლებსაც აქვთ პირადში პრობლემები, რომლებიც არიან დაკარგულები და თავიანთი დანიშნულება ვერ უპოვიათ, თავიანთი გზა ვერ უპოვიათ ამ ცხოვრებაში, ჩემი მიზანია და დანიშნულებაც ალბათ, რომ ესეთ ქალბატონებს დავეხმარო. კარგი, ბევრს აღარ ვსაუბრებ, მოდი ჩვენი დღევანდელი გაშლა არის თემაზე. რას მოგიტანთ იანვარი კარიერაში და პირადში? მოდი ნახოთ. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ აი ეს 2026 წლის იანვრის თვე კარიერაში, რას მოგიტანთ და რას მოგიტანთ პირადში. კარგი, ეს პირადი ცოტა გადავდოთ, ასე. დავიწყოთ კარიერით. ვაუ. აი ახლა ვინც მიყურებთ ეს ადამიანები და ვინც ორიენტირებული ხართ კარიერაზე, ანუ ეს რეზონირდება მათზე, ვინც უფრო მეტად ორიენტირებულები არიან თავიანთ საქმეზე, კარიერაზე, წინსვლაზე, ხო რაღაც აი ესეთ ზრდაზე რა, უფრო მეტად ამ ადამიანებზე იქნება აი ეს პროგნოზი. ამ ერთი არკანით რომ ვიმსჯელოთ, იანვარი მოგიტანთ ძალიან დიდ წინსვლას, სწრაფ წინსვლას თქვენს საქმეში, რასაც აკეთებთ, თქვენ რითიც ხართ დაკავებული, აი ამ ყველაფერში. მოდი უფრო მეტად დავაზუსტოთ და აქ ფონიც ისეთი მაქვს, რომ მარტო წინსვლა არ იქნება, ეს იქნება სტაბილურობაც, ძალიან ისეთი მყარი. აბა ვნახოთ რა არის. რას მოგიტანთ ეს იანვარი თქვენს კარიერაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აი რას გეტყვით, მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ ესე იცით თქვენც, რომ ჰაერზე არაფერი არ მოდის, ადამიანებს ყველაფერი გვეძლევა ჩვენი შრომის ფასად და ის შემთხვევა, როცა აი ვიტყვით ხოლმე, რომ აი ამაში გამიმართლა, ხო, ეხლა აი რაღაცა მოულოდნელად და უშრომველად და ესე თქვენთვის წარმოუდგენლად გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში, იმასაც კი შემაჭირდება, რომ შეინარჩუნოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ძალიან მშრომელები ხართ, ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ დიდს რაღაცა, დიდისთვის შრომობთ, მოკლედ, წარმატებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და აი იცით როგორი
შინაგანი სიძლიერე, ეს შეიძლება გარეგანიც იყოს, არ ვიცი, მაგრამ იმისთვის რომ გაძლიერდეთ, უფრო მეტად ვისთან რა რეზონირდება, ხო? აი, იცით რითიც ხართ ახლა დაკავებული, აი ამაში რომ უფრო მეტად გაძლიერდეთ. ხო? აი ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ თქვენ და შედეგიც არ დააყოვნებს. სხვათა შორის, აქ იქნება ძალიან უხვი ემოცია, დადებითი ემოციები, აი იმისი, რომ თქვენ მიაღწევთ აი იმ შედეგს, რაც გსურთ. თუმცა თქვენ ისეთი პიროვნება ხართ, რომ არ ჩერდებით, აი სულ მუდმივად აკეთებთ. აი ეს რაღაც ერთჯერადი შრომა კი არ არის. თქვენ ხართ თვითონ ესეთი პიროვნება, რომ იცით, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენ თუ ბევრს გააკეთებთ, ბევრს იშრომთ, იმას მიაღწევთ, რაც გაქვთ ჩაფიქრებული. ხო, სხვათა შორის შეიძლება გქონდეთ ის მომენტიც, რომ რაღაცების გეშინოდეთ ცოტა და არ იყოთ საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თუმცა აი ეს იანვარი მოგიტანთ აი ზუსტად ამასაც, რომ თქვენ უფრო მეტად გაძლიერდებით შინაგანად და აი ეს გაძლიერება მოგიტანთ ზუსტად იმ გამარჯვებას, რაც თქვენ გჭირდებათ. ესე იგი, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვება შეიძლება კარზეც იყოს მომდგარი, მაგრამ თქვენ ცოტა ზუსტად იმაზეც გჭირდებათ მუშაობა თქვენს რომ ირწმუნოთ საკუთარი ძალების, მოკლედ აი ესე ვიტყვი. მშვენიერი. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ აი ეს 2026 წლის იანვარი კარიერაში? ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ და ორიენტირებული ხართ კარიერაზე, ძირითადად, რას მოგიტანთ ეს 2026 წლის იანვარი? ხო, აქ აიცით რა მომენტია, აი ვიტყოდი იმას, რომ რაღაცა ახლის დასაწყისი გაქვთ, არ ვიცი, ვიღაცები რაღაცა ახალს იწყებთ. გეგმავთ, რომ რაღაცა ან ბიზნესი, ან რაღაც ახალი საქმის დასაწყისი ჩანს აქ და ვიტყვი, რომ მარტო არ იქნებით ამაში, სხვათა შორის რაღაც ესეთი გუნდური მუშაობა იქნება. ცოტა იცით რა მომენტი გაქვთ, აი რაღაც გაურკვევლობა საკუთარ თავში, ან იცით ფინანსებთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს ეს, აი რას მომიტანს აი ახლა ეს, რის დაწყებასაც ვაპირებ, აი რას მომიტანს ეს, ხო? აქ ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა არ გაგიმართლებთ, საკმაოდ ისე წინსვლა ჩანს, მაგრამ უფრო დავაზუსტოთ, აი ეს ახალი, რასაც იწყებთ თქვენ, აი რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. აი ეს ახალი კარიერა, ბიზნესი რაც იქნება, რას მოგიტანთ? იცით რა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა იოლი იქნება, შეიძლება ცოტა დროში გაიწელოს და ნელ-ნელა განვითარდეს, მაგრამ საბოლოოდ მოგიტანთ ნამდვილად დიდ წარმატებას. აი, საბოლოოდ იქნება ის, რომ თქვენ თავს იგრძნობთ ძალიან შემდგარ ადამიანად და მიხვდებით, რომ ის საქმე, რაც დაიწყეთ, ნამდვილად ღირდა და გამოგივიდათ. გინდა ფინანსური თვალსაზრისით, კარიერული თვალსაზრისით, აი რაც თქვენ გაქვთ ახლა ჩაფიქრებული და რასაც იწყებთ თავიდან, ან საერთოდ პირველად იწყებთ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ რთული იქნება, დროში გაიწელება, ესე უცებ არ მოგვარდება ყველაფერი და არ გამოვა, მაგრამ საბოლოოდ შედეგი იქნება უმაგრესი, ძალიან კარგი. თქვენ ნამდვილად იქნებით კმაყოფილი აი ამ საქმის დაწყებით.
მშვენიერი ემოდიამებს ავიღებ ახლა და ვნახოთ პირადი იანვრის თვეში თქვენი პირადი ცხოვრება. ოჰო. აქ ვიტყოდი იმას, რომ რაღაც თქვენი პირადი ცხოვრება სამართლის გზასადგას, ესე მომივიდა უცებ რომ მეთქვა ეს სიტყვები. რაღაცა ყველანაირ უსამართლობას ებრძვით პირად ცხოვრებაში, არ ვიცი ვინ რას, მაგრამ ასევე ვიღაცებთან რეზონირდება ისეც რომ დაქორწინება, განქორწინება, ხო? აი ყველაფერი რაც საბუთებთან არის კავშირი, ურთიერთობებთან და საბუთებთან კავშირი. ნუ აი ესეთ სიტუაციაში ხართ, თუმცა მთლიანობაში ვიტყოდი ზუსტად აი ამ სიტყვას, რომ თქვენ ხართ ადამიანები, ვინცაც გაქვთ აი ესეთი სიტუაცია ურთიერთობაში, აი ახლა იანვარი მოგიტანთ ამ ყველაფერს ზუსტად, რომ იბრძვით კონკრეტულად პირად ურთიერთობებში სამართლისთვის, აი სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, აი არ ვიცი, ესეთ მდგომარეობაში ხართ. კარგი, რას მოგიტანთ 2026 წლის იანვარი? თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, პირად ურთიერთობებში, რას მოგიტანთ კიდევ? ხო, რას მოგიტანთ ჩემო კარგებო და აი ამას. ეს არის იმპერატრიცა ამ დასტაში. შეხედეთ როგორი ლამაზია, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობს და შეიძლება სხვათა შორის ადამიანები არ ცხოვრობდნენ რეალურად ფუფუნებაში, მაგრამ ისეთ გარემოცვაში უწევდეთ ცხოვრება და ისეთი ადამიანების გვერდით, რომ თავს ნამდვილ იმპერატრიცებად, იმპერატორ ქალბატონებად გრძნობდნენ. და პირველ რიგში დავამატებ იმას, რომ ეს არის შინაგანი მდგომარეობა ქალის და არა გარეგანი. ქალი უნდა გრძნობდეს შინაგანად ამ ყველაფერს. არიან ქალები, რომლებსაც მართლაც ფუფუნებაში უწევთ ცხოვრება, მაგრამ შინაგანად ვერ გრძნობენ აი ამ მდგომარეობას. და თქვენ ზუსტად ამას მოგიტანთ იანვრის თვე, რომ იგრძნობთ შინაგანად თავს აი ასეთ ქალად. კარგი, რას მოგიტანთ ეს თვე და მოგიტანთ სტაბილურობას მეგობრებთან, აი ძალიან მოულოდნელს. აი არ ვიცი რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ახალი დასაწყისი იქნება, აი ახალი ეტაპი, ვიტყოდი ამასაც, შეიძლება ვიღაც ისეთი პიროვნება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც დაიწყება ეს ახალი ეტაპი. ადამიანი გამოჩნდება სრულიად მოულოდნელად, აგრესიით. ეს ახლა ესე ვერ დავაზუსტებ ნამდვილად, მაგრამ შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი, ესე ან ადამიანი, რომელსაც ადრე ესაუბრებოდით და მე უცებ გამოჩნდეს, იმიტომ რომ აქ რაღაცა ისეთი მაინც და მაინც სერიოზული ურთიერთობა შეიძლება არ გქონდეთ ადამიანთან და იყოს საუბრები, რაღაცა შეხვედრები, მაგრამ არ განვითარდა ეს ურთიერთობა. და ეს პიროვნება გამოჩნდება თქვენთან სრულიად მოულოდნელად, შეიძლება ცოტა ისეთი რაღაცა აქეთ დაგადანაშაულოთ რაღაცებში, რომ ნუ სად დაიკარგე და ასე შემდეგ. და აი ამასთან დაიწყება რაღაცა ძალიან დიდი თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა ახალი ეტაპი. და რაც მთავარი ადრე თუ დავუშვათ არაფერს არ აკეთებდა ამ ურთიერთობისთვის, აი ახლა ქმედებებზე გადავა ზუსტად. ხომ, ძალიან კარგი. მოდი ვიკითხოთ კიდევ რას მოგიტანთ ეს 2026 წლის იანვრის თვე პირად ცხოვრებაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. კიდევ რას მოგიტანთ ეს თვე.
ვიტყოდი რას თუ ვის. აი ესე. აქ ჩანს ჩვენი კვერთხების მეფე, მეტად ქარიზმატული პიროვნება, რომელმაც საკმაოდ დააგვიანა თქვენთან ურთიერთობაში, ვიტყოდი. ძალიან დააგვიანა რა, ეხლა შეიძლება გაქვთ კიდეც ურთიერთობა, მაგრამ ძალიან გაწელა დრო რაღაცა კონკრეტულისთვის. აი გაწელა დაუშვათ იმაზე, რომ აქამდე არ აქვს თქვენს ურთიერთობას სახელი დარქმეული. გაწელა, რომ რაღაცა სერიოზულ ნაბიჯებს არ დგავს ეს პიროვნება. ხო, აი ეს ყველაფერი დააგვიანა. ან თუნდაც ის, რომ შეიძლება ვიღაცებს არც გაქვთ კონტაქტი უკვე და მოსვლა დააგვიანა ძალიან დროში, გაიწელა ეს ყველაფერი. აი ეს პიროვნება გადაწყვეტს მოსვლას, ძალიან ესეთი ემოციებით გამოსვლა ექნება, შეიძლება დაგპატიჟოთ სადმე. ხო, აი იცით რომ უკვე პიროვნება, რომელმაც ძალიან დაგახალათ ლოდინით, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი მოვა და გადავა ქმედებებზე, დაგპატიჟებთ სადმე, რაღაცა საჩუქრით, რაღაცა ისეთი ემოციებით მოვა, რაც აქამდე არ ქონია მაგალითად ამ პიროვნებას, ხო? აი ესეთი პიროვნება გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში იანვრის თვეში. კარგი, კიდევ რას მოგიტანთ იანვრის თვე პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ხო, გამოჩნდება კიდევ ძალიან ისეთი სურვილით, რომ ისევ ერთად იყოთ და შემოთავაზებით. ვთქვათ, როგორი ხმლების მკერდა. თასების რაინდი ყავს, ხო, აქ საჩუქრები, ყვავილები, ვიღაცა შეიძლება ასეთი რომანტიული პიროვნებაც იყოს. ან შეიძლება არც იცით, რომ ესეთი რომანტიულია და აღმოჩნდეს, რომ ასეთია. კარგი, კიდევ რას მოგიტანთ ეს იანვარი პირად ცხოვრებაში. ძალიან მაგარია, მეგობრებო. რას მოგიტანთ და აი ჯერ ვიტყოდი იმას, რომ იმ ყველაფრის დასრულებას, იმ გაურკვევლობის, იმ კითხვის ნიშნების, იმ რაღაცა დაძაბულობის და ეჭვების და შიშების დასრულებას პირად ცხოვრებაში, ვისაც გქონდათ ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფრის დასრულებას მოგიტანთ, რის გამოც ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, აი თითქოს გამონათდება თქვენს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ისეთ შევსებულად იგრძნობთ თავს. თითქოს აი ჩაიხედავთ სარკეში და იფიქრებთ, რომ აი რატო ვარ ასეთ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი მაქვს. და საკუთარ თავზე კონტროლს აიღებთ. გასაგებია, მაგრამ ეს პირადთან დაკავშირებითაც კარგია, მაგრამ რას მოგიტანთ კიდევ პირად ცხოვრებაში? აი ეს ყველაფერი. ხო, აი რას მოგიტანთ, მეგობრებო, და ახალ დასაწყისებს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი პიროვნება, რომელსაც არ იცნობთ ჯერ. პიროვნება შეიძლება ეს განსხვავებულები იყოთ ერთმანეთისგან, ძალიან რაღაცა სხვაობა იქნება. ხა მაინც და მაინც ასაკს არ დავასახელებ, ასაკი შეიძლება იყოს რელიგიაც, სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანები იყოთ, რაღაცა კანისფერი და ასე შემდეგ. ამ პიროვნებასთან გექნებათ ძალიან ისეთი ყურეთ, როდესაც თქვენ შეიგრძნობთ იმას, რომ აი ეს ყველაფერი დასრულდა, ამდენი ეჭვები, გაურკვევლობა და ასე შემდეგ და რომელიც გჭამდა შინაგანად, ეს ყველაფერი დასრულდა თქვენში, შეიგრძნობთ, რომ თქვენ აი არაფერი გაკლიათ იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება აიწყოთ და ზუსტად ამ დროს გამოჩნდება პიროვნება, რომელთანაც დაიწყება ძალიან ახალი ისეთი ურთიერთობა. სხვათა შორის ეს ადამიანი
ამ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედებს და გაგზრდით ძალიან. ძალიან კარგი, დავასრულებ ასე, მეგობრებო, მეც აღარ გავაგრძელებ. წარმატებებს გისურვებთ პირადშიც და კარიერაშიც. ეს ორი ისეთი თემაა და ის საკითხია, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, რომ თავი იგრძნოს კარგად. ამიტომ უფრო ხშირად ვშლი ხოლმე ამ ორ საკითხზე. დაგემშვიდობებით, მშვიდ ღამეს გისურვებთ, მეგობრებო, დროებით.